სასამართლო პროცესი ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრების, ომბუდსმენის დაშვების გარეშე უკვე მეორე სხდომა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე სასამართლოს სხდომათა დარბაზზე ჩაკეტილი აქვს. რეზო კიკნაძეს, ანდრო ჭეჭინაძეს კიდევ 9 პატიმარ დემონსტრანტს დედების ნახვის საშუალებას არ აძლევენ. მონა ისმოდა ასეთი შეძახილები მოსამართლის მისამართით. დღეს სხდომაზე არ დაუშვეს არც სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ადვოკატები ითხოვდნენ სხდომაზე სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორის დაშვებასაც. მანამდე გროვდებოდა ხელმოწერებიც, რომლებთაც დამსწრები ადასტურებდნენ, რომ ისინი არ დაარღვევდნენ წესებს, თუმცა მოსამართლისთვის არც ერთ მიმართვას მნიშვნელობა არ ჰქონია. მათ შორის მან არ გაითვალისწინა ემიგრანტი დედის მიმართვა, რომელსაც შვილის სანახავად მხოლოდ დღევანდელი დღე ჰქონდა. ქეთი ნადიბაიძე ესწრება სხდომას, ის გვეტყვის დეტალების შესახებ. ქეთი, რა ხდებოდა სხდომათა დარბაზში? მოსამართლე შვანგირაძემ დღეს დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მათ შორის არც პირველი შუამდგომლობა სხდომის გახსნასთან დაკავშირებით, არაერთი მცდელობის მიუხედავად, როგორც ბრალდებულების, ასევე მათი ინტერესების დამცველების მხრიდან, რომ სხდომა გაეხსნათ, თუნდაც დამკვირვებლებისთვის არ დააკმაყოფილა მოსამართლემ ეს თხოვნა და სხდომა ახლაც მიმდინარეობს ნახევრად დახურულ რეჟიმში. ერთ-ერთმა ბრალდებულმა ირაკლი ქერაშვილმა გამონაკლისი დაეშვა მის შემთხვევაში, მისი დედის შემთხვევაში, რომელიც ემიგრანტია და გამთენილის ასწავლებს ქვეყანას და მიეცა მისთვის შესაძლებლობა თუნდაც მცირე ხნით შესულიყო სხდომათა დარბაზში და ენახა შვილი, თუმცა მოსამართლე შვანგირაძემ თქვა, რომ წესი წესია და ამ გამონაკლისას ის ვერ დაუშვებს. შეიძლება ითქვას, რომ დღეს დაცვის მხარის ბრალდებულების მხრიდან დაყენებული არც ერთი შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. რეზო კიკნაძემ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა პროტესტის ნიშნად გადაწყვიტა დარბაზის დატოვება, მან მოსამართლეს უწოდა მონა, რის გამოც მოსამართლემ უბრძანა ბადრაკს, რომ ის გაეყვანათ სხდომათა დარბაზიდან და ხელბორკილებით ძალის გამოყენებით რეზო კიკნაძეს დაატოვებინეს სხდომათა დარბაზი. მაშინ რეპლიკისათვის რა გარანტია არსებობს იმის, რომ ერთი და იგივე ხალხთან ვინმე ვიცის, რომ იგივე ხალხი ესწრება, ვინც იმ შემთხვევაში ბრალებში წესრიგი დაარღვია, ანუ ეხლა არ ვიცით და რაზე დაყრდნობით ლაპარაკობთ მაშინ ამ ყველაფერზე, ცოტა გაუგებარია ამ შემთხვევაში. ეს არის და უბრალოდ მოგვეცით უფლება, რომ ადამიანებს შევხედოთ აქ ჩვენ ან გულწრფელად გეუბნებით სამართალს მართლა არ ვიცით. მიხარია, რომ ვიღაც მოვა ჩემი მეგობარი, ჩემი ოჯახის წევრი და დავინახავ. მაგისთვის არ აქვს მოსული. პირველ რიგში და მერე მაგის შემდეგ ყველაფერი დანარჩენს ეტაპები განიხილავს სასამართლოში. იმიტომ მოგვეცით და ძალიან გთხოვთ უფლება, რომ შევხედოთ საყვარელ ადამიანებს. ხოვნით მოკმართავთ. ვინაიდან ემიგრაციიდან არის დაბრუნებული დედა ჩემი და ამაღამ მიფრინავს. მინდა უმორჩილოს გთხოვოთ, რომ დაუშვათ სხდომაზე. იმეც ვიტოვებ, რომ შეიძლება გაითვალისწინო მოსამართლემ ჩემი მოთხოვნა, თუნდაც მხოლოდ მე მაინც შემიშვას, იმიტომ რომ ამაღამ მიფრინავ. ბრუნდები იტალიაში, იქ ცხოვრობ მე უკვე 10 წლის განმავლობაში ვარ ემიგრაციაში და დღევანდელ დღეს ველოდებოდი ისეთი მოუთმენლად ველოდებოდი და რატომღაც აი არ. რამდენი ხანი შეიძლება კიდევ ვერ ნახოთ მაგალითად? მე ალბათ შეიძლება 6 თვე ან 1 წელი კიდევ ვეღარ მოვახერხო ჩამოსვლა, იმიტომ რომ ამ გარემოების გამო მოვითხოვე შვებულება სამსახურში და იტალიელებმა გაითვალისწინეს ჩემი მდგომარეობა და საქართველოს რატომღაც ჩემი თანამემამულეები ამას ვერ ითვალისწინებენ და ძალიან გული მტკივა. თქვენ უსმენთ ახლა ირაკლი ქერაშვილის დედას, რომლის შემთხვევაშიც ბრალდებულმა მოსამართლისგან ითხოვა გამონაკლისის დაშვება, რომ სანამ ის წავიდოდა სხვა ქვეყანაში, ის არის ემიგრანტი, მიეცა დარბაზში თუნდაც მცირე ხნით შესვლის შესაძლებლობა და შვილის ნახვის შესაძლებლობა, თუმცა ეს შუამდგომლობაც და თხოვნაც მოსამართლემ არ გაიზიარა. სხდომა გრძელდება ნახევრად დახურულ რეჟიმში, მას ესწრებიან მხოლოდ მხარეები, ბრალდებულები და მედია. არ დაუშვა მოსამართლემ არც სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, არც საელჩოს წარმომადგენლები და არც სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც აკვირდება ამ პროცესს. ცალკე შუამდგომლობა დადგა მონიტორების შეშვებასთან დაკავშირებით, თუმცა არ გაიზიარა ეს პოზიცია, როგორც გითხარით მოსამართლემ. შეიძლება დღეს იყოს ბოლო სხდომა, ბოლო წინა სასამართლოს სხდომა. დღესვე მოასწრო მხარებმა საკუთარი პოზიციების წარმოდგენა მტკიცებულებებთან დაკავშირებით და დღესვე გადაწყვიტოს უკვე მოსამართლემ საქმეზე დაიწყება არსებითი განხილვები თუ საქმის წარმოება შეწყდება, ნაკლებად
აქვთ მოლოდინი დაცვის მხარის წარმომადგენლებს, რომ საქმეს შეწყვეტს სასამართლო, თუმცა მათი მოთხოვნა სწორედ ეს არის. თქვენი აცილების საკითხს ვაყენებ ახლა 59 მუხლის პირველი ნაწილის ექვეპუნქტის თანახმად არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოულობას. გამომდინარე იქიდან ბატონო მოსამართლე, რომ დახურეთ წინა სასამართლო პროცესი. თქვენ თუ გააჟღერეთ, რომ არ განვიხილეო, ანუ ის კი არა რომ განიხილე და დააკმაყოფილეთ, არ განვიხილეთო. თან გაიჟღერა აქ, რომ თურმე წინა სასამართლო პროცესზე ორმა თუ სამმა პიროვნებამ სასამართლო დარბაზში პროტესტის ნიშნად ტაში დაუკრა. არა, 2 და 3 არ ყოფილა ახლა დამახინჯებულად. თუნდაც 20 იყოს ბატონო მოსამართლე, ჩვენ ვიმყოფებით დარბაზში, სადაც დარბაზი იტევს 150 ადამიანს. თუნდაც 20 ყოფილიყო, თუნდაც 30 ყოფილიყო, თუნდაც 50 ყოფილიყო. თქვენ როგორც მოსამართლეს უფლება გქონდათ და ვალდებული იყავით და გავალდებულიოთ კანონი ამის შესახებ, ან გაძევება, ან სიტყვიერი გაფრთხილება გამოგეცხადებინა და გაგეძებებინა დარბაზიდან. კონკრეტულად არავის მიმართ არ გამოგიყენებიათ არც სიტყვიერი გაფრთხილება, არც ჯარიმა, არც გაძევება. მე მიკვირს უბრალოდ აი მორალური თვალსაზრისით, როდესაც თქვენ შეგეძლოთ, რომ დაგეკმაყოფილოთ შუამდგომლობა და შემოსულიყვნენ დარბაზში და ენახათ, აი ისიც კი არ დაუშვით. რაც უნდა გულდასაწყვეტი ჩვენთვის არის ყოველ შემთხვევაში არ უნდა იყოს ჩვენ ყველა ვინც ამ დარბაზში ვართ, ვიცით თქვენი ყველა გადაწყვეტილება ამ პროცესის ფარგლებში, რასაც მიიღებთ, ეგ ხომ ვიცით და ვიცით და კარიერის განმავლობაში სხვა პროცესებზე გადაწყვეტილებებსაც მიიღებთ, ხა სახელი და გვარი შეიძლება არ ვიცოდეთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე თქვენ როგორ წარმართეთ ეს პროცესი, ვიცით თქვენი გადაწყვეტილებების მთავარი ხაზი, რომ თქვენ იქნებით რაღაცა პროკურატურის შუამდგომლობების დამაკმაყოფილებელი და დაცვის მხარის დამჩაგრავი მოსამართლე. ესეთ წარმოდგენებად მე პირადად და მგონია რომ ყველას ესეთ წარმოდგენა აქვს. ნავალნის საქმეზე არ მისულა ეგეთ მდგომარეობამდე რუსეთის ფედერაცია, როცა პროცესები საჯაროდ ტარდებოდა ფორმალურად, უბრალოდ გადაიტანეს რაღაცა მიკარგულ ადგილზე, ხო? სასჯელის მოხდის ადგილზე და იქ ტარდებოდა, მაგრამ საჯარო იყო თუ ჩავიდოდა ვინმე, შეიძლება რომ დასწრებოდა. თქვენ საზოგადოებას წაართვით თავიდანვე იმისი შესაძლებლობა, რომ დარწმუნდეს, რომ სასამართლო არის სამართლიანი და მისი გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი. დაცვის მხარე მოსამართლეს ამ საქმეში არ მიიჩნევს სამართლიან მსაჯულად, ამიტომ დღეს მოითხოვეს მისი აცილება ამ საქმიდან, თუმცა არც ეს შუამდგომლობა აღმოჩნდა გამონაკლისი და არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა მოსამართლე შვანგირაძემ. სხდომა გრძელდება, მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ მხარეები და სხდომა გრძელდება ორი ბრალდებულის გარეშე, სივაკოვმა და კიკნაძემ პროტესტის ნიშნად, მას შემდეგ რაც მათი ოჯახის წევრები არ დაუშვეს დღეს, არ დაუშვა მოსამართლემ დღეს სხდომაზე, დატოვეს სხდომათა დარბაზი.